ნისლიანი შემოდგომის საღამო იყო. 17 წლის ელენე ძველ, მიტოვებულ რკინიგზის სადგურზე იდგა. მატარებლის ჩამოსვლას ელოდა, რომელიც, რუკის მიხედვით, შორეულ, მთებში ჩაკარგულ სოფელში უნდა წასულიყო. ეს სოფელი, მთვარის ველი, ლეგენდებით იყო მოცული. ამბობდნენ, რომ იქ დრო სხვანაირად მიედინებოდა და ზოგჯერ, სავსე მთვარის ღამეს, წარსული საჩრთილები ცოცხლდებოდნენ. ელენეს ბებია ამ სოფლიდან იყო და გოგონას ბავშვობაში ხშირად უყვებოდა უცნაურ ამბებს მთვარის ველზე. ბებიის გარდაცვალების შემდეგ ელენემ გადაწყვიტა, თავად ენახა ეს იდუმალი ადგილი. მატარებელი, ძველი და ჟანგიანი, ხმაურით მოგორდა პლატფორმაზე. თითქოს საუკუნის წინანდელ დროში მოგზაურობას იწყებდა. ელენე ერთადერთი მგზავრი აღმოჩნდა. ვაგონში მკრთალი, მოციმციმე შუქი ანათებდა და უცნაური, დამთრგუნველი სიჩუმე იდგა. მატარებელი ნელა მიიკვლევდა გზას მთებისკენ, გვირაბებში შესვლისას კი სრული წყუტიადი ისადგურებდა. რამდენიმე საათის შემდეგ მატარებელი გაჩერდა. ელენე გარეთ გავიდა და აღმოაჩინა, რომ სადგური კი არა, უბრალოდ პატარა, ხავს მოდებული პლატფორმა იყო შუაგულ ტყეში. ირგვლივ ღრმა სიჩუმეს უფევდა, მხოლოდ ხანდახან ისმოდა შორეული ბუსკივილი. ელენემ რუკას დახედა. სოფლამდე ფეხით უნდა ევლო, დაახლოებით 1 საათის სავალი გზა იყო ტყის ბილიკით. გოგონა ბილიკს გაუყვა. რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში, მით უფრო უცნაური ხდებოდა გარემო. ხეები უზარმაზარი, დაგრეხილი ტოტებით თითქოს ცოცხლები იყვნენ და ელენეს უთვალთვალებდნენ. ჰაერი მძიმე და ნესტიანი იყო, რაღაც უცნობი, ტკბილმწარე სურნელით გაჟღენთილი. უეცრად ელენემ შორი ახლოს, ხეებს შორის რაღაც მოძრაობა შენიშნა. თითქოს ვიღაცის ან რაღაცის თეთრი, გამჭვირვალე სილუეტი გაიელვა. შიშმა შეიპყრო, მაგრამ ცნობის მოყვარეობამ სძლია. ნაბიჯს აუჩქარა. მალე, ტყის სიღრმიდან, ქრთალი შუქი გამოჩნდა. ელენე მიუახლოვდა და დაინახა პატარა, ძველებური სახლი, რომლის ფანჯრებიდანაც თბილი, მოყვითალო სინათლე გამოდიოდა. სახლის კარი ღია იყო. ელენემ დააკაკუნა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. ფრთხილად შეაბიჯა შიგნით. ოთახში ბუხარი გიზგიზებდა, კედლებზე ძველებური პორტრეტები ეკიდა, იატაკზე კი გაცვეთილი ხალიჩა ეფინა. ყველაფერი ისეთი იყო, როგორც ბებია მისის აღწერილობით ახსოვდა. მაგიდაზე, სანთლის შუქზე, ძველი, ტყავის ყდაში ჩასმული წიგნი იდო. ელენემ წიგნი გადაშალა. გვერდები გაყვითლებული და დამსხრეული იყო, ტექსტი კი უცნობ ენაზე ეწერა. უეცრად ელენემ იგრძნო, რომ ოთახში მარტო არ იყო. თავი ასწია და სარკეში საკუთარი ანარეკლის ნაცვლად, ბებია მისის ახალგაზრდობის დროინდელი სახე დაინახა. ბებია იღიმოდა, თვალები კი უცნაური, ცივი ბზინვარებით უელავდა. ელენემ წიგნი დახურა და უკან დაიხია. უნდოდა გაქცეულიყო, მაგრამ ფეხები თითქოს იატაკს მიეზარდა. სარკეში ბებია მისის გამოსახულება უფრო და უფრო მკაფიო ხდებოდა. მან ხელი გაუწოდა ელენეს, თითქოს სარკიდან გადმოსვლას აპირებდა. უეცრად სახლს გარეთ ძლიერი ქარი ამოვარდა. ფანჯრები აჭრიალდა, ბუხარში ცეცხლი ჩაქრა. სიბნელეში მხოლოდ სარკეში მოციმციმე ბებია მისის თვალები გაჩანდა. ელენემ მთელი ძალით იყვირა და გონს რომ მოვიდა, ისევ მატარებლის ვაგონში იჯდა. მკრთალი შუქი ციმციმებდა, მატარებელი კი ნელა მიიწევდა წინ. ელენეს ხელში ისევ ეჭირა ბებია მისის ნაჩუქარი ძველი რუკა. მთვარის ველი რუკაზე აღარ იყო აღნიშნული. მის ადგილას მხოლოდ ცარიელი, თეთრი ლაქა დარჩენილიყო. ელენემ ფანჯრიდან გაიხედა. გარეთ ისევ ნისლიანი, შემოდგომის საღამო იყო. იყო კი ეს ყველაფერი რეალური, თუ უბრალოდ სიზმარი ნახა. ამ კითხვაზე პასუხი ელენეს არასოდეს გაუგია.